ახლა კი თქვენს ნებართვით მე მინდა გაგაცნოთ ჩემი ახალი ინტელექტუალური პროექტის პირველი სტუმარი. Როგორც მოგახსენეთ ვიდეო კლიპში მე წამოვიწყე ინტელექტუალური პროექტი ინტელექტუალური მარათონი, სადაც მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და საერთოდ ექნება სურვილი 10-15 წუთიანი თავისი პროექტი ვიდეო ჩანაწერის სახით მაგალითად მოგვაწოდოს ნებისმიერ თემას ძირითადად ეს განსაცდელი და შესაძლებლობა. აქედან ჩვენ შევარჩევთ და შემდგომ პრანას დახმარებით და ხატიას მეთაურობით გამოვიტანთ და თქვენ საბჭოზე, მაყურებლის საბჭოზე გამოვიტანთ მათ ნამუშევარს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის თინა თინგელაშვილის საოცრად საინტერესო ნაშრომი ერთ ძალიან უცნაურ გერმანელ კაცზე და გთხოვთ გულითადად მივიღოთ და მივესალმოთ. გთხოვთ თინა. მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის, განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ქალბატონ დეას და პრანას ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ერთი არაჩვეულებრივი გერმანელი მხატვარი კარლ ვილჰელმ დიფენბახი, რომელიც დაიბადა გერმანიაში 1851 წელს ჰადამარში. ის იზრდებოდა პროტესტანტი მღვდლის ოჯახში და პირველი სასკოლო განათლება მიიღო სწორედ ადგილობრივ გიმნაზიაში, სადაც ასევე პირველი სამხატვრო გაკვეთილები მიიღო საკუთარი მამისგან. შემდგომ ხელოვნების და განსაკუთრებით კი მხატვრობის დიდი სიყვარულის გამო ის სწავლას აგრძელებს მიუნხენის სამხატვრო გიმნაზიაში და პარალელურად მუშაობს ნასაუს ჰერცოგის ოჯახში პირად მხატვრად, რის გამოც ძირითადად დაკვეთით ასრულებს პორტრეტებს, რომლებიც არის აკადემიური სტილით შესრულებული. ის მალევე გამოთქვამს პროტესტს ამ აკადემიური ჩარჩოების და მორალური ნორმების მიმართ, თუმცა მალევე მოულოდნელად ავადდება ტიფით. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია სალმონელა და როგორც წესი ვრცელდება დაბინძურებული წყლით ან საკვებით. ყოველწლიურად ამ დაავადებით ავადდება 11-დან 20 მილიონამდე ადამიანი და აქედან 150,000 შემთხვევა სრულდება ფატალურად. გართულების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის, გულის, თირკმელების, ფილტვების და ტვინის სერიოზული დაზიანება. რაც შეეხება სიმპტომებს, ხასიათდება ცხელებით, თავის, სხეულის და კუნთების ტკივილით, გადიდებული ლიმფური კვანძებით, გამონაყარი კანზე და ფსიქიკური ცვლილებები, გონების საბინდო ან დელირიუმი. დელირიუმი არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს სიგიჟეს. ანუ ეს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რა დროსაც ადამიანი კარგავს გარემოს ადეკვატურ აღქმას და არის დეზორიენტირებული, ანუ სახეზეა ფსიქოზის ეპიზოდები, ბოდვითი აშლილობა და ჰალუცინაცია. ანუ ამ დროს ბაქტერიული ტოქსინები აზიანებენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ტიფის ბაქტერიები ცირკულირებენ სისხლში, იწვევენ ანთებას და სახეზე გვაქვს ციტოკინური შტორმი, ანუ ძლიერი იმუნური პასუხი, რომელიც იწვევს ორგანიზმის სისტემურ და ნერვულ დისფუნქციას. ზოგადად ასეთი დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ცხელებით და დელირიული ჩვენებით, ითვლება, რომ არიან არაცნობიერის აქტივაციის კატალიზატორები და იწვევენ პიროვნულ მეს და სხეულს შორის განხეთქილებას. დიფენბახის შემთხვევაშიც მოხდა სწორედ ასე, რადგან მთელი რიგი ფსიქიკური და ფიზიკური გართულებების გარდა დაზიანდა მისი მარჯვენა ხელით და მას მოუწია ხატვა ესწავლა მარცხენა ხელით. მასში ეს ასეთი განსაცდელის მთელი კასკადი იწვევს ისეთ ტრანსფორმაციას, რომელიც აქცევს სიმბოლისტ ხატვად. სიმბოლიზმი თავის თავში აერთიანებს სამ ძირითად ელემენტს. ეს არის თავად სიმბოლო, ემოცია და იდეა. ანუ ინტუიცია და არა ლოგიკა შეგრძნება
და არა კონცეფცია. ამ ნამუშევარში ხედავთ ადამიანს, რომელიც არის მძიმე განსაცდელში. ამ კომპოზიციის ნახევარი არის სრულიად ბნელი და ნაბი ცენტრალური ფიგურა, რომელიც მიექანება უსყროლისკენ, თუმცა აი ეს ღვთიური არსება ცდილობს მის გადარჩენას. მეორეც არის თითქმის იგივე სიუჟეტი, ადამიანი, რომელიც იმყოფება სიკვდილის სარეცელზე, თუმცა მას გადაარჩენს აი ეს ღვთიური არსება. ანუ ეს არის ციკლი განსაცდელი, იმედი და გადარჩენა. მეორე ნამუშევარში სახეზე არის განდეგილობა, სრული იზოლაცია და მარტოობა, თუმცა ამ ნამუშევარსაც წინას მსგავსად თან სდევს იმედის სხივი. იმედი როგორც გადარჩენის შესაძლებლობა ამ შემთხვევაში. და ეს მეორე ნამუშევარი ეკუთვნის ივან კრამსკოის, რომელიც არის რუსი მხატვარი და ქვია ქრისტე უდაბნოში. პირველ და მეორე ნამუშევარში ვხედავთ სრულიად იგივე განცდას. ანუ განსაცდელი, რომელსაც ადამიანში ღმერთი გაივლის. ეს არის ტიფამდე შესრულებული ნამუშევრები, რომელშიც მას ბავშვობა წარმოუდგენია ასეთი. ეს არის ნათელ და ხასხასაფერებში შესრულებული ნამუშევრები. თუმცა ტიფის მერე ის ახდენს მთელი განვლილი ცხოვრების და მათ შორის ბავშვობის რეპრეზენტაციას. ანუ მისთვის ბავშვობა უკვე ხდება ასეთი. ბავშვი, რომელიც არის უფსკრულში და უყურებს ღრუბლიან ცას. ეს ნიშნავს, რომ მისი შიდა ფსიქიკური და გარე რეალობა არის ერთნაირად ტრაგიკული. მეორე ნამუშევარში, რომელშიც ხედავთ ქვაბულს, როგორც მატერიალური სამყაროს სიმბოლოს, რომელშიც იმყოფებიან სულიერი არსებები, სტიქიური წყლის, ანუ ქაოსის პირისპირ. ამ შემთხვევაში ეს სულიერი არსებები განასახიერებენ არაცნობიერში არსებულ პოტენციალს, რომელიც დიფენბახისთვის იქცა გადარჩენის ძალად. და ბოლოს ყველაზე მთავარი, თვალი, რომელიც ეკუთვნის თავად დიფენბახს. ანუ დიფენბახი თავისი მეორედ დაბადების მოწმე ხდება. ის მანამდე იყო ასეთი, შემდგომ გახდა ასეთი. ეს არის მისი დაარსებული ჟურნალის ჰუმანიტასის გარეკანი, რომელზეც წერია: მირჩევნია მოუკვდე, ვიდრე საკუთარი იდეალები დავთმო. და ის იწყებს სოციალურად აქტიურ ცხოვრებას, ანუ მისი ყოფითი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ამის შემდეგ ხდება ვეგეტარიანელი და ამ მოძღვების გავრცელებას იწყებს მთელ მიუნხენში. ის ასევე მანამდე ხატავდა ასე და შემდგომ უკვე ხატავდა ასე. ეს სტუდიაში გადაღებული ფოტოებია. ის ქმნის ნამუშევრების სერიას სოციალურ საკითხებზე, პირველი, რომელსაც ქვია მაიმუნების მასკარადი და ის მაიმუნების სახით გამოხატავს მაშინდელი გერმანიის მაღალ საზოგადოებას. მეორე ნახატი, რომელსაც ქვია ქორწინების კოშმარები და გამოსახულია მისი მეორე ცოლი, რომელიც ცდილობს მის გამათრახებას და ასევე მოძღვარი, რომელიც მას აკავებს ჯაჭვით. გამოხატავს იმას, რომ მისთვის ქორწინება იყო არა წმინდა ღვთიური სიყვარულის გამოვლინება, არამედ დაკანონებული სიძვა. და ბოლოს ნამუშევრები, რომლებსაც ქვია არ მოკლა და შესრულებულია ვეგეტარიანულ თემაზე, ანუ ღმერთს და ადამიანს შორის ცენტრალურ ფიგურად განხილულია ცხოველი. მისი იმდროინდელი ლექციები, სადაც აქტიურად ავრცელებდა ვეგეტარიანელობას, იყო თამბაქოს, ყავის, ალკოჰოლის ტრადიციული ქორწინების წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან იწვევდა დიდ პროტესტს. მის ლექციებს არღვევდა უფასურად პოლიცია და ის გახდა სრულიად გარიყული. სწორედ ამიტომ იძულებული გახდა და ჩრდილოეთ გერმანიაში წავიდა საცხოვრებლად, დააარსა პირველი კომუნა ჰიმელჰოფი, რომელშიც თავის მცირერიცხოვან მიმდევრებთან ერთად ცხოვრობდა. მათი ცხოვრების წესი ძირითადად შედგებოდა იოგისგან, მედიტაციისგან და მთელ თავისუფალ დროს უთმობდნენ ხელოვნებაზე და ფილოსოფიაზე საუბარს. რადგან მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი მცირეწლოვანი შვილებიც, პოლიციამ ერთხელ შეამჩნია ისინი შიშველი როგორ თამაშობდნენ.
სწორედ ამიტომ ის დააკავეს, ჩამოართვეს მამობის უფლება და მის სახელთან გახდა დაკავშირებული გერმანიაში პირველი ინდუსტრიული სასამართლოც. ამის შემდგომ ის მიდის ვენაში და მართავს გამოფენას, რომელიც აღმოჩნდება იმდენად რეზონანსული, რომ ერთ სეზონზე ნახავს 78,000-მდე ადამიანი. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ მასპინძელ გალერეას ჰქონდა დიდი საკრედიტო დავალიანება და მთელი ანგარიშები იყო დიფენბახის ნამუშევრებით დაზღვეული. სწორედ ამიტომ ის მთელ ამ კოლექციას კარგავს. შემდგომ მიდის ეგვიპტეში ახალი ინსპირაციის და სიუჟეტების საძებნელად და ის იწყებს კოლოსების, ტაძრების და სფინქსის გამოხატვას. ეს პერიოდი მის შემოქმედებას შეგვიძლია განვიხილოთ როგორც იდუმალი მისტიკური ცოდნა, ანუ სულიერი მეტამორფოზი, გარდასახვა და კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპების გამოტანა. სფინქსიც ამ შემთხვევაში როგორც ტრანსფორმაციის სიმბოლო. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდგომ მან მეორედ ცადა, რომ დაეარსებინა კომუნა ჰუმანიტასი, სადაც ასევე ცხოვრობდნენ ნუდისტური წესით, თუმცა ამ პერიოდში მან გადაწყვიტა და ერთდროულად 200-თან დაიწყო თანაცხოვრება. ეს ამბავი შეგვიძლია განვიხილოთ მისი მხრიდან როგორც დაკარგული ლიბიდოს, ანუ სასიცოცხლო ენერგიის აღდგენის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს კომუნაც მალევე დაიშალა, თუმცა სწორედ ასეთი სოციალური აქტივობების გამო ის იქცა პირველ ჰიპების ეკოაქტივისტთა და ვეგეტარიანელთა საზოგადოების ლიდერად. ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი, ან ასეთი. ან ასეთი, ჩვენ ყოველი განსხვავებით ჩვენი სუბიექტური მახასიათებლებით. თუმცა ის, რაც ყველას გვაერთიანებს, არის ჩვენი ჭრილი, ანუ ჩვენი შიშები, ფარული სურვილები, კომპლექსები. დიფენბახი ამ დროს ქმნის ნამუშევარს, რომელსაც ჰქვია პერ ასპერა ან ასტრა, ანუ ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ. და სწორედ ეს ნამუშევარი განასახიერებს ადამიანის და კაცობრიობის ტრანსფორმაციის გზას. ანუ ჭრილები გულისხმობს იმას, რომ ყველა სუბიექტური მახასიათებელი წაშლილია და ფორმაში მოქცეულია მთელი შინაარსი. ანუ ეს არის სამყაროსთან ერთიანობის იდეა და ბოლოს ეს ნამუშევარი სრულდება სფინქსით, რომელიც ასევე განასახიერებს ტრანსფორმაციას და მეტამორფოზას, ვისთვისაც არის მთელი ეს გზა. ის საბოლოო ნავსაყუდელს პოულობს კაპრიზე, მხატვართა კუნძულზე. ეს არის მისი სახელოსნო სტუდია, რომელზეც წინა ნამუშევრიდან არის ფრაგმენტი დატანილი და სწორედ კაპრიზე ცხოვრებისას ის იწყებს ასეთი ნამუშევრების შექმნას. ანუ სხეულები, რომლებსაც აქვთ ადამიანის ფორმა, თუმცა არ აქვთ არც ფიზიკური სხეული და არც კანი. კანი ამ შემთხვევაში ჩვენთვის არის ბარიერი, რომელიც გვაშორებს გარე სამყაროსთან, თუმცა ფსიქიკისთვის იგივე როლს ასრულებს ეგო. ამ ნამუშევრებში სახეზეა ეგოს განზავლება ზემეში, სამყაროში და სამყაროს საერთო გონში. ამ დროს შესრულებული პეიზაჟები, რომლებშიც ხშირად გვხვდება ზღვის ხედები, თითქმის ყოველთვის წყალი არის მშვიდი, ანუ როგორც შინაგანი ქაოსის მოხელთების სიმბოლო, ისე შეგვიძლია განვიხილოთ. და ყოველთვის თითქმის არის ნათელი. სწორედ ამ დროს დიფენბახი ამბობს, მე გადავრჩი არა იმიტომ, რომ არ მოვკვდი, არამედ იმიტომ, რომ დავიბადე თავიდან. და დიფენბახი ხდება საკუთარი მეორე დაბადების მოწმე. მადლობა.